ესე იგი, ეს ბოლო პერიოდია, ხო, ოცნების მთავრობა ყველაფერს კრძალავს. აკრძალეს უნივერსიტეტები, აკრძალეს ტროტუარზე დგომა, აკრძალეს უცხოური გადმორიცხვები, აკრძალეს მანქანების შემოყვანა და ასე შემდეგ. ეხლა მე მაინტერესებს, ამ აკრძალვების და ამ შეზღუდვების პარალელურად, რამეს ქმნიან საერთოდ? რაიმე ალტერნატივას აჩენენ? აი მაგალითად უნივერსიტეტები რო აკრძალეს, რაიმე უკეთესი უნივერსიტეტები შექმნეს, ან კოლეჯები შექმნეს და გააძლიერეს? ან უცხოური გადმორიცხვები რო აკრძალეს, ქვეყნის შიგნით ეკონომიკა ისეთი თვითკმარი გახდა, რომ გადმორიცხვა აღარ არის საჭირო? ან ემიგრანტებს რო ხმის მიცემა შეუზღუდეს, რამე ამის შეღავათი მისცეს, ან რამე შექმნეს ისეთი, რითაც ემიგრანტები ხეირებენ და კავშირი ექნებათ საქართველოსთან? ან მანქანების შემოყვანა რო აკრძალეს 6 წელზე მეტი წლოვანების, რა გაიაფეს ახალი მანქანები, რაღაც გადასახადი შეამცირეს თუ რამე ალტერნატიული გზები შექმნეს, რითაც შეუძლია ადამიანებს რომ ახალი მანქანები შეიძინონ. ანუ მთავრობის ფუნქცია ეგ არის, მხოლოდ რომ შეზღუდვა, აკრძალვა, განადგურება, დაჩეხვა და ცხოვრების გართულება და გაძვირება რიგითი მოქალაქეებისთვის? ეს მთავრობის არსი ნამდვილად არ არის.